ყველამ ვიცით, რომ ქართული მიწების 33% დღეს თურქეთშია. ლაზეთი, ჭანეთი, კოლა-არტაანი, ტაო-კლარჯეთი ოკუპირებულია თურქეთის მიერ. ამავდროულად ჩვენივე, ანუ ქართული პროპაგანდა, რისკენ მოგვიწოდებს. არ უნდა ვთქვათ, რომ თურქეთი ოკუპანტია. უნდა ვთქვათ, რომ თურქეთი მეგობარია და ოკუპანტი კი მხოლოდ რუსეთია. თურმე რაღაცა ქაღალდზე მოვაწერეთ ხელი თურქეთთან, სხვა შორის იძულებით მოვაწერეთ და ამიტომ თურქეთი ოკუპანტი აღარ ყოფილა. მაგრამ მე ახლა სხვა კითხვა მინდა დავსვა. რა ბედი ეწია ქართველებს, რომლებიც თურქეთში აღმოჩნდნენ და რა ბედი ეწია ქართველებს, რომლებიც ირანში გადაასახლეს? პასუხი სინამდვილეში ყველამ ვიცით. ნახევარზე მეტმა ქართული ენა არ იცის საერთოდ. 2/3-მა არაფერი იცის ქართული ადათ-წესისა და ტრადიციების შესახებ საერთოდ. აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 100% არაზროვნებს ქართულად და პრაქტიკულად არაფერი იცის მართლმადიდებლობის შესახებ. ვინ ვართ დღეს ქართველები და სად შენარჩუნდა ქართველობა? ქართველები ვართ ჩვენ. ჩვენ აღმოჩნდით რუსეთის იმპერიაში და სწორედ აქ ჩვენთან შენარჩუნდა ქართული ადათ-წესი, ტრადიციები, მეტიც ჩვენი ადათ-წესი და ტრადიციები ვასწავლეთ რუსეთის მთელს იმპერიას. ჩვენთან შენარჩუნდა ქართული აზროვნების წესი და კულტურა და ამ საგანძურით ჩვენ გავაოცეთ მთელი რუსეთის იმპერია. ყოველმა მეორე თუ არა მესამე რუსმა, გნებავთ უკრაინელმა, გნებავთ ბელორუსმა, გნებავთ ყაზახმა თუ ლიტვერმა უამრავი რამ იცის ქართულ ტრადიციებზე, ქართულ კულტურაზე და ზოგადად ქართველებს. ფიქრობ, რომ ნათელია, რომ რუსეთის იმპერია ცალსახად გვიხსნა ჩვენ გათურქებისა და გასპარსებისგან. ერეკლე მეორემ გააკეთა ერთადერთი შესაძლო არჩევანი. სხვა არჩევანი მას უბრალოდ არ ქონდა და ეს უდაოდ იყო ერთადერთი სწორი არჩევანი. რუსეთმა დაარღვია გიორგიევსკის ტრაქტატი. კი დაარღვია 3 პუნქტი, რატო 3? შეიძლება 15 პუნქტის დაარღვია, მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთის იმპერიაში საქართველოს გადარჩა. ეს არ იყო სადაო, არც ილია ჭავჭავაძისთვის, არც ივანე ჯავახიშვილისთვის, არც ბერძენიშვილის, არც ჯანაშიასთვის და საერთოდ არავისთვის არ იყო ეს სადაო. ლეკიანობა დაიწყო მე-16 საუკუნეში და ლეკიანობისგან საბოლოო ჯამში სწორედ რუსეთის იმპერიაში რომ აღმოჩნდით, ამან გვიხსნა, მაგრამ ამაზე ცალკე ვისაუბრებ სხვა დროს. დღევანდელ პროპაგანდისტებს აქცენტი გადააქვთ მხოლოდ გიორგიევსკის ტრაქტატზე, რომ იქ დარღვეული პუნქტები იყო. ეს არის ძლიერი ტაქტიკა. ამის გამო სრული სურათი არ და ვერ უნდა დავინახოთ. კვლავ ვიმეორებ, როცა საქართველოს რუსეთის იმპერიაში აღმოჩნდა, ქართველები ვიყავით 415,000 კაცზე ნაკლები. სხვათა შორის ამ 415,000 კაცში დაახლოებით 20,000 კაცზე მეტი იყო სომეხი, ქართველად ჩაწერილი. ეს 415,000 კაცი იყო მოსახლეობის 53%, მთელ საქართველოში ცხოვრობდა 780,000 კაცი და აქედან 47% იყო თურქული და სპარსული მოდგმის ხალხი. როცა რუსეთის, ანუ საბჭოთა იმპერია დაიშალა, ეთნიკური ქართველები ვიყავით 4,200,000 კაცი. და სხვა შორის საქართველო იყო ინდუსტრიული ქვეყანა. დღეს გვაქვს სხვა მოცემულობა, სხვა არჩევანი, ახალგაზრდობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროპა, ზოგადად მოსახლეობის 70%-ს ევროკავშირში ამა თუ იმ ფორმით, ზოგს არც ესმის რა ფორმით, მაგრამ ამა თუ იმ ფორმით გაწევრიანება სურს. ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ და ამ გზას უნდა მივყვეთ, მაგრამ ეს არანაირად არ შეიძლება იყოს საფუძველი ისტორიის გაყალბების, ახალგაზრდა თაობაში, ტყუილის, უკიდურესი სიძულვილის დათესვის, ხალხს უკვე სიმართლისთვის ეშინია. კვლავ აი ამ ვითომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გამო. ვითომ ლიბერალების პროპაგანდა იწვევს მასობრივ ისტერიას, ეს არის ფაქტი. ყველაფერი რუსეთის ბრალია. შუქი გაითიშა, რუსეთის ბრალია, ჩინური პროდუქცია შემოვიდა, რუსეთის ბრალია, რამოდენიმე დღის წინ საოცარი რა ვნახე. წყალი გამორთეს და ესეც რუსეთის brali ყოფილა. ბათუმში, აქ ამდენი რუსი ამათი ატანა არ შეგვიძლიაოდა. 4-ჯერ მეტი თურქია ბათუმში, 4-ჯერ მეტი ირანელია, არაბია, ამის ატანა შეგვიძლია? ბათუმის შუაგულში არის თურქული რაიონი. ამ რაიონში თურქების გარდა საერთოდ ქართველები აღარ არიან. ამის ატანა შეგვიძლია? გამოფხიზდეთ ხალხო. ნუ მოვატყუებინეთ თავს ცრუ პროპაგანდას. გვახსოვდეს გმირი წინაპრები. ნუ შევიტანს ეჭვს. ნურს დემეტრე თავდადებულის გმირობაში. დემეტრე თავდადებული იმიტოაო, თავი ქონდა მხარზე დადებული. ეხა ეს რა ხუმრობაა? არის ეს ნეობრივი წმინდა დემეტრეზე ეს ლაპარაკი? არ არის ხუმრობა, ეს კარგი. ხო, ეს არის ლიბერალების ხუმრობა. არ უნდა შევიტანოთ არც სიმონ დიდის გმირობაში ეჭვი, არც გიორგი სააკაძის გმირობაში და არც ერეკლე მეორეს გმირობაში. გამოვხიზდეთ.